ეხა გავიღვიძა ხახნა და იმდენი რაღაცა მესიჯი დამხვდა. მოკლედ კრისტი ლაბაძე. უნდა გიპასუხო. პროძამ ვერ მითხოს რომ გიპასუხო და გადავწყვიტე გიპასუხო ყველა კითხვაზე და ყველაფერზე. ხახნა მე არ ვარ სკანდალისტი და რა გავაკეთო. მე მომწონს ხარ ძალიან მომწონს შენი ჟანრი, ძალიან მომწონს რომ ესე ყველას გვაკრიტიკებ და გადაგვივილი ვიცი რომ შენ მე არ მოგწონ ვარ. ამაში ცუცვერებს ვერ ხედავ. შეიძლება რაღაცა პიროვნულად არ მოგწონ ვარ, ან არ ვიცი, მეც არ მომწონს ზოგჯერ ჩემი თავი. სულ რაღაცებს რო წარ ხომ სულ ყომებრივ არ უპასუხო და რატო არ უნდა ვუპასუხო? ხო არ ვემტერები, ხო არ ჩხუბობთ და რატო არ უნდა ვუპასუხო? ამიტომ მოდი გიპასუხებ ყველაფერზე. პირველი იყო მე მგონი თამოს ვიდეოსთან დაკავშირებით. პირველ რიგში გეტყვი რომ თამოს ვიცნობ დღიდან გამოჩენისა, ძალიან მეგობრობ, ძალიან მომწონს ეგ გოგო. ის ვიდეო რა თქმა უნდა იყო დაგეგმილი, მაშინ ჩვენ გქონდა აღებული ამერიკული ვარიანტი იყო მაგისი, სადაც ეგრე იწყებდნენ. ეს თამოსთან შეთანხმებით იყო რა თქმა უნდა, თამოს არც წყენია, ძალიან კაი გოგოა და ეგეთ რაღაცები არ წყენს. ასევე იმ გადაღებაზე რაღაცები იყო, რაც თამოს ძალიან არ უნდოდა რომ გამოჩენილიყო ეთერში და მე ამოვჭერი თავისთავად. მაგის მერე მეც ყოფილი ვარ მასთან, ისიც ყოფილა ჩემთან კაცო, მე მაგის მერე კიდევ ერთხელ სულად იყო და წერდით ერთმანეთს როგორ რანაირად. ძალიან გულშემატკივრობდა. ტყუილა გონიათ რომ რაღაცა ჩორტის ჩაგდება შეიძლება. მე გულშემატკივრობ მაგ გოგოს, ძალიან მელამაზება. ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ვიცნობ, ხო გეუბნებით, პირველი დღიდან გამოჩენის და რაც შეეხება კოსმეტიკას, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. მართლა ძალიან ბევრს ვშრომობ, ძალიან ვცდილობ, რომ კარგი რაღაცები გავაკეთო. არავის არ უდგები ჯიბრში, მე ჩემსას ვაკეთებ. როდესაც რაღაცა კრიტიკა არის, მაგაზე კარგი ჩემთვის არაფერი არ არის, იმიტომ რომ მე ვისმენ ამ კრიტიკას და დამიჯერეთ მე ვსწავლობ ამაზე. პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც ეს დაიწყო. პირველი ვიყავი, ვინც დაიწყო, რომ აბა მოდით აკრედიტაცია, აბა მოდით საზღვარგარეთ წავიდეთ. ძალიან ვშრომობ, რამდენი ჩხუბი მაქვს გავლილი ჩემ ქმართან, რომ უხარჯავ ფულს ამ აკრედიტაციაზე საქართველოში არ არის საჭირო და მე აი მაინც გამაქვს, რომ რაღაცა კარგი და ხარისხიანი გავაკეთო. და როდესაც ეს სულ წარა, მაგრამ მიწერო რაღაცა ნაგავია, მე მწყინს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვშრომობ. ძალიან ბევრს ვწვავ, მაგრამ ერთადერთი საქართველოში ვისაც აქვს ლიცენზია საერთოდ. საქართველოში რაღაცები რო წვეთ. არ ვლაპარაკობ თამოზე და არ ააგოროთ ეხლა რა ეგ ჭორი. არ ვეხები სხვას არავის, მე ჩემსას ვაკეთებ, გესმით? ყველანაირი ლიცენზია მაქვს აგებული. საქართველოში რაღაცას რო აწერია უგლუტენა, ბეჭდავ და აწერ და მე ამას რო ვაწერ, მე ამის იმხელა ლიცენზიებს ვიღებ და იმდენ ფულს ვხარჯავ ამაზე, რომ ეს ყველაფერი მივიღო. იმდენი შრომა მაქვს ამაში ჩადებული და რატომ ლანძღავ ვერ ხვდები, ანუ რამე დაგიშავე კონკრეტულად, მე შენ გულშემატკივრობ, მე ძალიან მომწონ ხარ და ვიცი რა ძნელია ემიგრაციაში ყოფნა და მელამაზები და საერთოდ მინდა რომ კარგად იყო შენც და სულ ყველა. არ არსებობს რომ ვიღაცაზე ოდესმე გაიგოთ რომ მე რაღაცა ცუდი ვთქვა. მაგ ვიდეოზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო შეთანხმებით, ეს იყო ფორმატი და არაფერი არ სწყენია ადამიანს. მაგის მერე თვითონაც გააკეთა ზუსტად იგივე გადაცემა. და მომიწვია მე რა მკითხა და ანუ არაფერი არ ყოფილა, რატო ატრიალებ, რატო გამოყავართ ვიღაცა ბოროტი. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ ვლაპარაკობ სხვისაზე, თორე იმდენს ვიტყოდი რომ გაგიკვირდებათ. მე ჩემსას ვაკეთებ. ჩემი თუ არ ვარგა მომწერეთ და მითხარი რა არ ვარგა და გამოვასწორებ. ხო ხედავ შრომობ. ხო ხედავ რომ აი ამერიკაში გადაცემაში იყენებენ ჩემს კოსმეტიკას და მიხარია ეს კვირა მიხარია რაღაცა და რატომ უნდა თქვა ჩემზე ცუდი? ნუ არ ვიცი. მოკლედ კრისტი საყვარელო, მე გისურვებ წარმატებებს. მე მინდა რომ შენ იყო ძალიან წარმატებული. მინდა იყო ძალიან ბედნიერი. შემხვდა შენი ნიუსი რომ ხარ ბედნიერი და ძალიან გამიხარდა. ყველა ჟინაზე იყავი ბედნიერი. დღეს უტრუსიკო თუ არა და იყავი ყველაფერში, რაც გინდა ის უნდა იყო მართალი, უნდა იყო ის რაც ხარ. თუ არ მოგწონ ვარ, გააგრძელე, შებერე რაც გინდა ისქენი მაგარი გოგო ხარ, ჩემგან გულშემატკივრობა შენს და სულ ყველას. ვერასდროს ვერ გაიგებთ ჩემგან რომ მე ვიღაცას არ გულშემატკივრობ. ყველას წარმატებები რომ იცოდეთ, სიყვარულით, ნუ კი.